აი არც ხელის დადებაც არ მინდა მაგიდაზე რა. ძალიან საზიზღრო. ამაში. ის აჩვენე დაბლა რაღაც რო იყო. ჩანს. ამაში. ანუ სხვანაირად აქვს კარგი შეკეთებული რა. სულ პურია, ჩემი კარგი. მოგესალმებით, ჩემო სიყვარულებო, როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე ძალიან მოხდეთ ჩემი ვიდეოები, უფრო მინდება რომ ძალიან ბევრი ვიდეო გადავყო. აი გახმოვე მოყო ფრენკებს ხო? კი რა, საერთოდ აი მე მაგრა ასწორებს, ძალიან მაგარია. დღეს გადავიღებ ჩაურბების დაგემოვნებას და რა ვიცი, მე მგონი წესდა მოგეწონოთ. გავიგებ კარგი, ცუდი. ყველაზე ცუდს გავიგებ და ყველაზე კარგს გავიგებ. სუბიექტური აზრი არის, მარტო ჩვენი გემოვნებით რეცეპტორებით და ყოველ კომენტატორები არ ვართ საკითხს. ხო რა, ჩვენ შეფასებას ვიტყვით, შეიძლება შენთვის იყოს საუკეთესო, ჩვენთვის იყოს ყველაზე ცუდი ან პირიქით. ჩვენ შეიძლება 5 იყოს, მივიდოთ 10 იყოს თქვაზე რა. ხო. და ჩემი არხის გენერალური სპონსორი, ჩემი სიყვარულები, ამბასადორები, როგორც ყოველთვის ჩვენთან არიან, ძალიან დიდი მადლობა მათ. ეხლა კიდე შევდგეთ ვიდეოს. იო. დაალაიქე ვიდეო, იო. პირველი არის მაგშაურმა, ნახოთ აბა როგორია. აუ, ძალიან მშრალია. ძალიან მშრალი არა და არ გვითხოვს არც სიმშრალეზე, არც სისველეზე. ხო, მე ცოტა წყალს ჩავა. ხორცი გემრიელია. მშრალი არის სვეტში ძალიან. თვითონ ხორცი არის მშრალი. ხო არისო ბიჭო, ხორცი არის წვნიანი რა, აი რო შეჭამ და წვნიანი ხორცი რო წვნიანი, ამას არ აქვს ეგ. გემრიელია. უბრალოდ ანუ ნახე როგორი თემა იცი, რომ მიდიხარ შესაკვეთად უნდა უთხრა რა. ერთხელ რო შეჭამ, ეხლა რო ხო შევჭამე. შემდეგ ვეტყვი რომ სველი მინდა მეთქი რა და სველს გავაკეთებ და უკეთესი იქნება. აი გემრიელი არის კი. არ ვიცი. იტოში 10-დან მე უწერ 5-ს. მე გავუწერ 7-ს. გემრიელი არის. თორსა სისველის თემა არის მარტო ჩემი მინუსი რა. განჩენ გემრიელი არის. ხო ბიჭოს, მაგრამ ნახე ხორცაც არა აქვს რაღაც განსაკუთრებული გემო რა. ამის პლუსი ის არის რომ აქაც ხორცი კარგად არის. ლავაში კაია. კი, ხორცი კარგად არის, ლავაში კარგია. ერთადერთი რომ მეორეთ რომ მივიდე, კიდე ერთხელ რომ მივიდე მეორე და უთხრა შევუკვეთო, უეჭველი ვეტყვი რომ სველი მინდა თქო ვეტყვი რა. კომენტარებში დაწერეთ რომელია თქვენი საუკეთესო შაურმა რა. გულწრფელად ამას უწერ 10-დან 5-ს. რატო უწერს დაბალს ვერ ხვდები ამ სიმშრალის გამო მარტო? ბიჭო ხორცი დაგებასა. აი ვერ ვიგრძენი განსხვავება რა. აი მე გარჩე 7-ს იმენა სოლიდურში. მე მიყვარს როცა სუნელები და რაღაცეები არის, გაიგე? ეხლა მოვედით ქუთეს შაურმაში და განსხვავება პირველ დამავიწყდა იქ რომ ეთქო 17 ლარი ღირდა საშუალო შაურმა. აქ ღირს 14 ლარი. ო, სველია ეს. სველი კაი. აი სხვა არის შეჩება. ეხლა რა არის, იცი ნახეს მე რო ვიყავი, შეიძლება მაგიტომ გააკეთეს ესეთი, მაგრამ მოდ ჯერ გავსიჯოთ. რაც არ უნდა იყოს. აუ არა რა, სხვა გემო აქვს. აი. აუ ძალიან გემრიელია. აუ ღმერთს გეფიცები. ახლა ძალიან კაია. 10-დან 10 უწერ. თუ დავტოვო ადგილი. 10-დან 9-ს. განსავითარებლად უნდა დავტოვო ადგილი რა. დედას ფიცა ვარ თუ აი მე რა გემრიელი. 10-დან 9? ზიმია ცოტა რა. არა. სუყეა. იმენამ სუყეა. მაგარია, ძალიან მაგარია. ყოჩაღ რა. აი ეგეთი სლოვაც არა. აი კრაფტ ფუდი მიჩვენია ბევრად მე. ეგ არ მიჭამია, ეხა ეგ აი წეღანაც ვამბობდი მე შაურმაზე ჩედარი კომპონენტები რაც არის რა, ელემენტები. ხორცი კარგად არის. ხორცის სისველე როგორიც უნდა იყოს ეგეთია. გემო განსხვავდება ხორცის, ძალიან გემრიელია. არც მithქვამს სველი გამიკეთეთ, არ მithქვამს მშრალი, არაფერი. ეს შაურმა რო დამიდო 5 სხვა შაურმასთან ვიცნობ ამ შაურმას გემოთი. აი განსხვავება აქვს ძალიან რა. კრაფტ ფუდიც ეგეთია გეტყვი, იმენა განსხვავებული ყველასგან ვაფშე. დაჟე ამისგან განსხვავებული არის, აი გავსიჯოთ, სადაც ძალიან გემრიელი იყო, მე დავუწერ
მე 10-დან 9. 10-დან 8 ნახევარი რა. 4 ქულიანი განსხვავება? გულწრფელად გეუნებით რა ხო ბიჭო არა ძალიან მნიშვნელოვანი ხო ხორცია შეჩემა და პურია რა. კაი, გადავედით სხვაგან. ეხ შევუკვეთით, ველოდებით, მაგრამ აი არც ხელის დადებაც არ მინდა მაგიდაზე რა. ამაში. ის აჩვენე დაბლა რაღაც რო იყო. ჩანს. აი ჩვენ მოვედით შაურმის შესაფასებლად და მოდი შაურმას შევაფასებთ. ბინგოს მივირთვით ახლა 14 ლარი ღირდა ესეც, რაც შვენიერია და მოვიდა ესეც სადღაც 8 წუთში. სულსაც 8 წუთში. კარგად გამოიყურება. კარგად გამოიყურება. ხუთეს აჯობია. ხუთეს არ მგონია დღეს რომელიმე აჯობოს, მაგრამ კაფე გავსინჯებ რა. ვა. ცუდი არა. ხორცერდან მოსამა. ჩავალებული შაურმა, ფეგანტებს შევიჩო. აუ არა, გემრიელი ხორცი აქვს. რეცეპტორები რა არ გაქვს შეჩემა? მაგ შაურმას არ მიჩემია. მე მიშოვნე. შეიძლება მე კომპანია დაიწყო. ო ბიჭო რა, ცუდი არ იყო და. ნანაცვალ. მადლობა ძმაო, შეგერგოს. ნუ 10-დან 6 დაუწერ, ჯიგრულ 6 დაუწერ რა. ნორჩმე დაუწერ 10-დან 5-ს, მაგრამ ჰიგიენასაც დავამატებ 10-დან 4-ს, ან 3-ს. შაურმა კაი იყო. ყარი აქვსია. ინტები რა იყო შეჩემი გეხვეწები ეს დეტაში. მაგარი გემრიელი 10-დან 11 დაუწერ დაჟანა. ლეგზე ვარ ისე. მოკლედ შაურმა, ანუ ლავაში არის ძალიან თხელი, ხო? თხელია რაღაც და რაღაცნაირი ფერი აქვს ბიჭო ლავაში, ხო? სხვა ფერია. თავიანთი ის აქვს რა, ნიშა. ანდრიას ყველაზე საყვარელი შაურმა ვნახოთ როგორია რა. ნახოთ აბა მართლა მაინტერესებს. ვა. მე ფოტოხონებას რა იყო. შენ მოდი ჩაი. შენ მომბას მისაურ ძალიან ჩაგაბეჭინო? საუკეთესოა. არ გევასება? ჩედარით? როცა სანატოლები რო ავიდეთ, ყველგან სანატოლები დავიცეთ, მაგ მომენტში ეს სტანდარტი დავიცრიეთ რა. ხო, ფასი 14 და 90, 15 ლარი. 1 ლარი ძვირია. 5-ზე 1 ლარი ძვირია. ხორცი არის ძალიან გემრიელი. იმენა სველია ხორცი. შემაწუხებელი არ არის. სხვადასხვა გემოები იცვლება. соусების სხვა არის. გაუწეული აქვს. შვენიერია. მე ამას დავუწერ, ერთსაც ჩავყავ და გეტყვით. აი ერთსაც ახლა ჩავყავ და ზუსტად გეტყვით რამდენს უწერ ამ შაურმას. მე ჯერ შეგქვა რამდენს უწერ. 9-7 დაუწერდი, მაგრამ დავამგვარი და 5 რა პროსტა. არა, მე რამ ყარცხრიას დავუწერ, იმიტომ რომ ვერ ხვდები ნახე 5-ზე მეც ვერ მივცემ და ვერ 5-ს ვერ მივცემ, ამაზე მეც ხვდები, აი და არც მინდა რომ რომელიმეს 10 მივცე, გაიგე? ასე რომ 9. მოვედით ლეგენდარულ გლდანის შაურმა. მოდი ვნახოთ როგორია. ძალიან ბევრი ამბობს რომ გაფუჭნაო. მართლა? ხო. მე არ გამოსწორებს. მე მეორედ უჭამ ცხოვრებაში გლდანის შაურმას. პირველად რო უჭამე ძალიან ცუდი იყო, სულ ისა ქვია. და დაიპყრა და მოკლედ რა, ხო. თან ლეგენდარული შაურმა. იდოში აი აქ ამბლე სადღაც პურია. მე მგონი. საშუალოა ეს? ხო. აი ზომა. 12 ლარი ხიზდა, ხო? ფასი 12 ლარი. ნიოფია. აუ, აი ხა ვიწყებ შაურმის ჭამას, ახლა ჯერ ვჭამდი პურს. ხა, ფადა. მე ხო დაგიმატებია წვნიანი რამე. სულ პურია, ბიჭო. სულ პურია. სულ არა, მაგრამ. ნახე, იმენა შიგნით არის. ძალიან ბევრი ფენა პურია, თან სქელი.
ან ცომის ბავშვის ბრალი, ან მიცახავს იმის, იმიტომ რომ ნახე შეხედე რამდენი ფენა ცომია. აუ, აი, ძალიან ბევრი ცომია. ეს მხარეს უცარიელი ახლა, იმიტომ რომ პური იყო. ზემოთ ამდენი პური ხო უჭამე? ქვემოთ კიდე ამდენი ვჭამე ზღვა. ცენტრისკენ? აუ, კაი, აი ეს მხარი, დედას გეფიცები? ძალიან ცუდი. დედას ფიცა ვარ. ანდრი, რაც ვჭამე, აი ეს მხარე სუპური იყო. ხორცი არის ზმაო, აი ხორცი არის, აი აქეთ, აი ეს. აქეთ სუპურია, შეჩემა ეს რა არის? ხედავ შეჩემა შეხედე ამას. ამას შეხედეთ. დააფოკუსე გეხვეწები. ეს რა არის? მოკლედ 4-ს უწერ მე. ეს 4-ს. ყველაზე ცუდი იყო რაც ვჭამეთ ამ ვიდეოში რა. просто აი სულ პური. აი ნახე. აი უყურე, ფაქტი. ფაქტი ნახე. სულ პურია ეს. ამას შეხედე. ანუ სხვანაირად აქვს კაროჩე გაკეთებული რა. სულ პურია, ჩემი კარგი რა. ეს არის სულ პური. აუ, ძმაო, რა არის ეს ღადაო, ამას შეხედე, ამდენი გადმოვარდა, ამდენი პური იყო. ეხავს ეს. ეს არის ამას შევჭამ. დაგლიჩაც. აი